ტრამვაი და პატარა გოგონა. უთენია, როგორც კი მზე ქალაქის ძველ უბანში სახლების კრამიტიან სახურავებს უფრო წითლად ააფერადებდა, ხაფენილით მოგირწყულ ქუჩაზე ზანზალაკის წყრიალი გაისმოდა. ყვავილების ქუჩას, სწორედ ასე ერქვა, მხიარული წყრიალით მიუყვებოდა ტრამვაი. თან გზადაგზა აღვიძებდა ადამიანებს, ამ ქვისკედლებიან სახლებში ჯერაც ტკბილად რომ ეძინათ. აღვიძებდა ფისოებს, ნებივრად რომ კრუტუნდებდნენ ამავე კედლების მიღმა, ზრუნველი პატრონების ფერხთით. სუგრიებს არ აღვიძებდა, რადგან მათ უკვე ეღვიძათ და მხიარული ყეფით მივარდებოდნენ ხოლმე ეზოს ჭიშკარს, რომლის მიღმაც ტრამვაი წყრიალებდა. აღვიძებდა ყვავილებს, რომლებიც სახლის ფანჯრის რაფებზე ფერად ქოთნებში კეკლუცად თვლებდნენ და წყრიალის ხმაზე ნაზად ახელდნენ თვალებს. ყვავილებს, რომლებიც აივნებზე უფრო მოზრდილ ქოთნებში იწონებდნენ თავს და იქაურობას ალამაზებდნენ. ყვავილებს, რომლებიც ეზოებში, ლამაზად შემოყვებილ ბაღჩებში ხარობდნენ და საამო სურნელს ატრიალებდნენ. ტრამვაი გაივლიდა ყვავილების ქუჩას, გადაუხევდა ცისარტყელას ქუჩაზე და ბოლოს ღიმილის ქუჩას მიადგებოდა. ეს ქუჩა განსაკუთრებით უყვარდა. არა იმიტომ, რომ აქ ბოლო გაჩერება იყო, სადაც ცოტა ხნით ისვენებდა და მერე უკან მიუყვებოდა გზას. არა, ამ ქუჩაზე ერთი გოგონა ცხოვრობდა. თუმცა ჯობს ყველაფერი თავიდან გიამბოთ. ერთი წლის წინ ტრამვაის ახალი ვაგონი, წითლად რომ ღაღანებდა, პირველად გამოუშვეს ქალაქში. მანამდე ამ ლიანდაგზე სხვა ტრამვაი დადიოდა, მაგრამ მას უკვე დიდი ხანია დასვენება ესაჭიროებოდა, რათა განეახლებინათ და ისევ დაბრუნებოდა სამუშაოს. და ახალი ვაგონი სწორედ იმ ლიანდაგზე შეაყენეს, რომელიც ყვავილების ქუჩას გაივლიდა, გადაუხევდა ცისარტყელას ქუჩაზე და ბოლოს ღიმილის ქუჩაზე მიდიოდა. იქი მობრუნდებოდა და გზას უკან გამოუყვებოდა. ახალ ვაგონს პირველი სამუშაო დღე კარგად ახსოვს. ძალიან უხაროდა, რადგან მისთვისაც ყველაფერი ახალი იყო. ქუჩა, სახლები, ადამიანები, ხეები. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი გზაზე ხვდებოდა. მიდიოდა მხიარულად, მიეწყარუნებდა ზანზალაკს და ყველას უღიმოდა. ზრდილობიანი ტრამვაი იყო, ესეც უნდა ითქვას. ყველას გამარჯვებას ეუბნებოდა და მისამების ნიშნად თავის ბუგელს შეარხევდა. ბუგელი ხომ იცით რაც არის? არა? ბუგელი სპეციალური რკალია, რომელიც ტრამვაის თავზე უკეთია და სადენთან აკავშირებს. სადენიდან კი ტრამვაი ელექტროენერგიას იღებს, რაც სიარულში ეხმარება. და როგორც კი ბუგელს შეარხევდა, ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა და ჩერდებოდა. ვატმანი, ასე უწოდებენ ტრამვაის მწყურს, აბუზღუნდებოდა, გაასწორებდა ბუგელს და ისევ დაიძვროდა. ბოლოს გაუბრაზა ტრამვაის და უთხრა: გამარჯვების თქმის დროს სულაც არ არის საჭირო ბუგელი შერხევაო. ტრამვაიმაც იფიქრა, ვატმანს ყველაფერი დაეჯერებაო. ახლა მხოლოდ გამარჯვებას ამბობდა და იღიმებოდა. სიტყვა გაგვიგრძელდა. იმას კი ეყვებოდით, რომ როცა პირველ დღეს ტრამვაი თავის რელსებს გაუყვა და ღიმილის ქუჩაზე გადაუხვია, ბოლო გაჩერებაზე, ვიდრე უკან გამობრუნდებოდა, ცოტა შეისვენა. წესი იყო ასეთი, თორემ ტრამვაი სულაც არ დაღლილა. და სწორედ ამ დროს გაიგონა მხიარული შეძახილი. რა ლამაზია? გაჩერებაზე ლამაზი. არა, ძალიან ლამაზი გოგონა იდგა. ახლაცებული ღიმილით შეხურებდა ტრამვაის და თვალს არ აცილებდა. გოგონას ცისფერი ყვავილებით მოჩითული კაბა ეცვა. წაბლისფერით მაგაშლოდა და ლამაზ კურულებად ეყარა მხრებზე. გოგონას გვერდით მაღალი ქალი იდგა, რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას. უფრო სწორად, გოგონა ძალიან ჰგავდა ამ ქალს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ტრამვაი მიხვდა, რომ ის ქალი გოგონას დედა იყო. აბა ავიდეთ, უთხრა ქალმა გოგონას და ხელი მოჰკიდა. გოგონამ ტრამვაიში ააბიჯა და პირველივე სკამზე დაჯდა, ფანჯრის გვერდით. ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ ფანჯარასთან ჯდომა. აბა რა, ფანჯრიდან ხომ უამრავი საინტერესო რამ მოჩანს, როცა მიდიხარ. გამბვლელები,
ქუჩაში მოთამაშე ბავშვები, ნაყინის გამყიდველი, მაღაზიების ვიტრინები, სახლები, სახლების წინ გაშენებული ყვავილნარები. ტრამვაი მხიარულად დაიწყრიალა და დაიძრა. გამოიერა ყიმილის ქუჩა, გადმოუხვია ცისარტყელას ქუჩაზე და შემდეგ ყვავილების ქუჩასაც მიადგა. დე, ჩავდივართ, გოგონამ დედას შეხედა. დედამ ღიმილი დაუქნია თავი და როცა ტრამვაი გაჩერებას მიადგა, ორივე წამოდგა. გოგონა ღიმილით ჩავიდა, მერე მოიხედა უკან, კიდევ ერთხელ გაუღიმა ტრამვაის და ხელი დაუქნია. ტრამვაის სიხარულისგან სულ დაავიწყდა ვატმანის გაფრთხილება და ისე შეარხია ბუგელი, რომ ისიც იყო ვატმანმა დაძრა, უცებ ძლიერად შექანდა და გაჩერდა. ვატმანი გაბრაზდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ჩავიდა ბუგელის გასასწორებლად. ამასობაში კი ტრამვაი გოგონას უყურებდა და უღიმოდა. იმ დღიდან ტრამვაი უფრო გახალისდა. წკრიალსაც მოუმატა და დილით ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა ღიმილის ქუჩამდე. იცოდა, რომ იქ გოგონა იცდიდა გაჩერებაზე. გოგონა საბავშვო ბაღში დადიოდა, საბავშვო ბაღი კი ყვავილების ქუჩაზე იყო. და ვიდრე დედა სამსახურიდან წამოსაყვანად მიაკითხავდა, გოგონა ერთ ლამას ყვავილებით მორთულ შენობაში რჩებოდა. საღამოს კი ყვავილების ქუჩიდან უკან სახლში ბრუნდებოდა და ტრამვაიც განსაკუთრებით დილას საღამოს იყო მხიარული. ერთ დილას მივიდა ტრამვაი ღიმილის ქუჩაზე, ნაცნობ გაჩერებაზე გაჩერდა, მაგრამ გოგონა არ საჩანდა. დრო იყო, გზას გასდგომოდა, ვატონას არსად ჩამოკრა და სწორედ ამ დროს დაინახა ტრამვაიმ, რომ გოგონა და დედამისი სახლიდან გამოვიდნენ. გოგონამ ტრამვაისკენ გამოქცევა დააპირა, მაგრამ დედამ ხელი მოკიდა და არ გამოუშვა. რაღაც უთხრა. ალბათ ვერ მივუსწრებ და სხვას დაველოდოთო, ასე იფიქრა ტრამვაიმ. ვატმანს ყურადღება არ მიუქცევია არც გოგონასთვის, არც ტრამვაისთვის და ის იყო დაძრა, რომ ტრამვაიმ ბუგელი შეარხია და გაჩერდა. ვატმანი ბუზღუნი ჩამოვიდა, გაასწორა ბუგელი, დაჯდა თავის ადგილას და ის ხო ხელახლა დაწერა, რომ ისევ შეარხია ტრამვაიმ ბუგელი. ისევ გაჩერდა, ისევ აბუზღუნდა ვატმანი, რა დაგეტაკაო და ჩავიდა ბუგელის გასასწორებლად. გოგონამ ეს რომ დაინახა, დედას რაღაც უთხრა და ორივე აჩქარებული ნაბეჯით წამოვიდა ტრამვაისკენ. აი, მესამედაც რომ შეარხია ბუგელი და გაჩერდა, მაშინ კი გაბრაზდა ვატმანი. ამასობაში გოგონაც მოვიდა და გაბრაზებულ ვატმანს ისე გაუღიმა, რომ ბუზღუნის საცვლად მხოლოდ ერთი წაიბურტყუნა. ნუ უბრაზდები, ძია, მე მელოდებოდა, უთხრა გოგონამ. ღიმილი თავიდა ტრამვაიში და თავის ადგილას დაჯდა. გახარებული ტრამვაი სულ წკრიალ-წკრიალით დაიძრა. როგორი საქმეა? გოგონა საბავშვო ბაღისკენ მიხავა.